აი ხა გავიფიქრე ივანე რა კარგი ბიჭია მეთქი და იღმერთმა ხო გაიგო. ხო და რა გინდა რა თუნდა ყვირილი. მოდი ახლა რა ვქნათ იცი? რო არიცით მეგეთით. სანამ ამ მოთხრობას მიუბრუნდებით, რატო შემოდი დაჯექი სადმე ხო არიათ? ჩამოჯექი. ხო მოიყვანე დასო სად არის? აქ არის? აქ. აქეთაც არის ბავშვებო ადგილები, მოდი გადმოდით აქეთ. ესე იგი, სანამ ჩვენ იმ მოთხრობას გავაგრძელებდეთ, მე უბრალოდ გეტყვით დღეს რაზე ვფიქრობ, რომ ვისაუბროთ. პირველ რიგში მე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, შეგახსენოთ ჯვართან დაკავშირებით, რადგან ეხლა რომ კვირა დღე მოდის, ეგ არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. დიდი მამის მესამე კვირა ყოველთვის არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. მე ამ მოთხრობაზე ვისაუბროთ, მე ერთი პატარა ანიმაცია ვნახოთ და მე ერთი პატარა ვიდეო მინდა გაჩვენოთ ბანაკში გადაღებული. ჩვენმა ნიკომ დაამონტაჟა ღვთისწყალობით. მე ჯერ არ მინახია, ჩემთვისაც უცნობია ბოლომდე, ამიტომ ერთად ვნახოთ. ნახოთ გავიგოთ რა მოხდება, რა გამოვიდა უბრალოდ. კარგი, დავიწყოთ მოდი ახლა ჩვენ პირველ რიგში ვთქვათ, რომ რატომ აკეთებს ეკლესია ამას, რომ აი ყოველი მარხვის, დიდი მარხვის ყოველ მესამე კვირას გამოაბრძანებს ჯვარს, ყველა თაყვანისცემს ჯვარს და ესე იგი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი პირადი ჯვარი. ესე იგი, ქრისტემ სწორედ ჯვარცმით გამოიხსნა ადამიანი. ქრისტემ თავისი ჯვარცმით გამოიხსნა ადამიანი. ქრისტემ თავად აიტანა ის მაცხოვნებელი ჯვარი გოლგოთაზე. და თითოეულ ადამიანსაც აქვს ეს ჯვარი გოლგოთაზე ასატანი. ის ესე იგი ნებებით სავსე გზა დაბრკოლებებით, ესე იგი სიძნელეებით ყველა ადამიანს გასავლელი აქვს და თუ ადამიანი ღმერთზე იქნება მინდობილი, ის აუცილებლად გაივლის. ეხლა მაგალითად ესეთი რამ ხდება ხოლმე. რომ აი ზოგჯერ ადამიანი მოდის სასულიერო პირთან და ეუბნება, რომ აი ესე ვარ, ეს მიჭირს, ეს მაწუხებს, ეს მტკივა, რაღაცა განსაცდელები მაქვს. და მერე სხვა მოვა და იცი რა საღმოვაჩენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, ადამიანი იცინის, კახასიათზეა, გახარებული ჩანს თუ რა, არ არსებობს ისეთი ადამიანი თავისი რაღაცა სატკივარი რო არ ქონდეს. თავისი რაღაც სიძნელე რო არ ქონდეს, რაღაცა სანერვიულო რო არ ქონდეს, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ისე რომ აი ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ესე ცუდად ვარ, ის რა კარგად არის, ის რო იცინის და რო გონია, რომ კარგად არის, სინამდვილეში შიგნით რა ხდება არ იცი. ხო და ამიტომ იცი რას ვამბობ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ჯვარი. აი მაგალითად ეს წუთი მაცადე ადამიანს, აი მაგალითად ესენი სკოლის მოსწავლეები არიან. ამათ სასკოლო სირთულეები აქვს რაღაცეები. თან პასუხისგებლობაც. ჯვარი მარტო სირთულეები კი არ არის, ჯვარი პასუხისგებლობა. თქვენ ხო გაქვთ პასუხისგებლობა, რომ ის გაკვეთილი მოამზადო, მიხვიდე, რაღაცა მოწესრიგებულად იყო. ვალდებულება გაყიდე ადამიანებთან, მეგობრებთან, მეგობრობის ვალდებულება გაქვს არა? ოჯახში სხვაგვარი ვალდებულება გაქვს, სამეზობლოში კიდე როგორც მეზობელს თავისებური პასუხისგებლობა გაქვს. აი ვიღაცა ფეხბურთზე დადის თუ ჭიდაობაზე თუ ნებისმიერ სპორტზე, იქ შენს გუნდელებთან გარკვეული პასუხისგებლობა გაქვს. იმიტომ რომ ეხლა წარმოედგინე, თუ რაღაცა გუნდური შეჯიბრებაა და სადღაც მიდიხარ და შენი 11 კაციდან ერთ-ერთი შენც ხარ და შენ კარგად ვერ მოემზადე ამ თამაშისთვის არა? შენ ამითხო ღალატობ გონს, ამიტომ შენ პასუხისგებლობა გაქვს მათთან. შეიგიდა. ამიტომ აი ყველას თავისებური ჯვარი აქვს. ყველა დღეს თავისებური სიმძიმე ახლავს. და ეხლა აი კონკრეტულად რა არის იმ წუთში ჯვარი, მოდი ამაზე ვისაუბროთ. ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ.
და ამით უფრო კარგად მიხვდებით. აი მაგალითად გაგახსენოთ რატო ვამბობ, რომ მე ეს არაერთხელ მithkავს, მაგრამ კიდე ვისაუბროთ. ერთი კაცი იყო, მეფე იყო მოკლედ და მას უნდოდა რომ ყველანაირი სიბრძნე შეეძინა, უნდოდა რომ ბრძენი კაცი ყოფილიყო. ყველას კი არ უნდა რომ ბრძენი და ჭკვიანი იყოს. ზოგს ურჩევნია სისულელეები აკეთოს, მაგრამ ვიღაცა გამოიკვლევს რა არის უკეთესი. ამ მეფეს გაეგონა რომ სადღაც შორს ერთი მოხუცებული კაცი ცხოვრობდა. თავისი პატარა ქოხი ჰქონდა და ამბობდა ხალხი რომ მას ყველა შეკითხვაზე პასუხი აქვს. ახლა ჩვენ ხო არ გვაქვს ყველა შეკითხვაზე პასუხი. რამდენი რამეა რომ არ ვიცით. ესე იგი რო შეგვეკითხო, პირს დავაღებთ, არ ვიცი ეტყვი. იმ კაცო ყველა შეკითხვაზე პასუხი აქვსო და მეფე წავიდა, ესე იგი და მიადგა ამ კაცს და ეკითხება ბრძენო კაცო, მინდაო რომ სამ შეკითხვაზე გამცე პასუხიო და ეს სამი შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი სამი შეკითხვა. აი დაფაზე დავწერ. ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი? ნუ მე ყველაზე მთავარი ეგრე დავწერ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ყველაზე მთავარი ადამიანი ვინ არის ჩვენს ცხოვრებაში? მეორე, რა არის ყველაზე მთავარი საქმე, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩვენს ცხოვრებაში რა არისო და მესამე, რომელია ყველაზე ღირს შესანიშნავი დღეო, ყველაზე მთავარი დღე. ეს ბრძენი, ესე იგი, რაღაცას თოხნის, კვალს აკეთებს, რაღაც უნდა დათესოს. და თითქოს არ მიაქცია ამის სიტყვებს ყურადღება, მეფეს თითქოს არ მიაქცია, არა და მოусმინა ახლა ესეც ხოს დილობის ამბავი, აბა რანაირი ბრძენი იქნებოდა, სხვას თუ არ მოусმენს, არა? ჭკვიანი კაცი უსმენს და ვინც არ არის ჭკვიანი, ის თავისას გაიძახის ყოველთვის რაღაცას. და არაფერი არ უპასუხა. ცოტა ხანში ეს ამ მეფემ რო შეატყო რა მოხუც კაცს უჭის შრომა, ჩამოვიდა ცხენიდან, თვითონაც დაიკაპიცა მაჯები და აიღო რაღაცა იარაღი, სამუშაო, ბარი იქნება თუ თოხი და დაიწყო მიხმარება. ცოტა ხანი რომ მიეხმარა, დაინახა რომ ერთი ახალგაზრდა კაცი მოდის, სახე აქვს დასისხლიანებული. ახლა გაანება მუშაობას თავი და დაინახა რომ ვიღაცას მისი თავი ჭირდება და წავიდა იქით ეს ახალგაზრდა კაცი დაამშვიდა, ჩამოსვა იქ, მობანა სახე, წაიყვანა ამ მოხუცი კაცის ქოხში, წამოაწვინა და იზრუნა მოკლედ ამ კაცზე და ესე დაღამდა, უკვე გვიანი იყო და დილით ადრე იქვე დარჩა და დილით ადრე რომ გაიღვიძეს, გამოვიდა ეს მეფე და ეხლა რას ხედავს რომ იმ კვალში რაც მოხუც ჰქონდა გაკეთებული, ეს მოხუცი უკვე რაღაცას თესავდა. ეხლა მეფე მივიდა და უკვე ალბათ შეიძლება ბრაზდება კიდეც რომ მოვედი ამ სიშორე მანძილზე და არაფერს არ ამბობს ეს მოხუცი კაციო და მივიდა და ეუბნება რომ პაპიო, იქნება მითხრაო, აბა ერთი რაც შეგეკითხეო, რატო არ მეუბნები რა არის მთავარი საქმე, მთავარი ადამიანი, მთავარი დღე და ამ მოხუცმა უთხრა რომ მეფეო, თქვენო ორ შეკითხვას უკვე გაეცით პასუხიო და მესამეს მე გეტყვი, რომელ ორ შეკითხვასო და აიო, შენ რომ მოხვედიო და რომ დამინახე რომ მუშაობა მიჭირდაო, ხო მომეხმარეო, ხო მიეხმარა რა, ჩამოვიდა ცხენი და მაშინო შენთვის მე ვიყავი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ის საქმე, რასაც ჩემთვის აკეთებდი, ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. ესე იგი, და მე ის ახალგაზრდა კაცი რო გამოჩნდაო, ხო დაანებე მუშაობას თავი, ხო წახვედიო და ხო მობანე პირი, ხო დაამშვიდე, ხო მოეფერე, ხო იზრუნე მასზე. მაშინ უკვე მე კი აღარ ვიყავიო შენთვის ყველაზე მთავარი ადამიანი. ის ახალგაზრდა კაცი იყო, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა შენი თავი. და ის საქმე, რასაც მისთვის აკეთებდი, ეგ იყო ყველაზე მთავარი საქმე. და მე ესე იგი, ადამიანი ვისაც შენ ჭირდები, ეგ არის ყველაზე მთავარი საქმე, მთავარი ადამიანი. რაც იმ ადამიანს ჭირდება, ეგ არის ყველაზე მთავარი საქმე. და მესამეს კი მე გეტყვიო. მთავარი დღე რომელია, ყველაზე ღირს შესანიშნავი. და მოხუცმა უთხრა, რომ ყველაზე მთავარი დღე არისო დღევანდელი დღეო. დღევანდელი დღე, იმიტომ რომ
გუშინდელი წავიდა, ჩვენ მასთან შეხება აღარა გვაქვს, იქ ვერაფერს ვერ შევცვლით გუშინდელ დღეში. ხვალინდელ დღე კიდე ან მოვა ჩვენამდე და ან არ მოვა. გესმით, აი ხვალინდელ დღეს ჩვენ ვიცხოვრებ თუ არა, ჯერ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ის დღე, როდესაც გაგითენდა, ის დღე, რომელიც გაგითენდა, ეგ არის ყველაზე მთავარი დღე. აი მაგალითად, წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს. აი ჩვენ რომ მოთხრობას ზღაპარს რო ვკითხულობთ მის სწავლებაზე დაყრდნობით არის და ნახეთ რას ამბობს. ყველაზე მთავარი არისო აი ეს წამი. ეხლა რომ ლაპარაკობ, ეხლა რომ ისმენთ. თუ ადამიანიო აი ამ წამს დაიჭერსო, მოიხელთებსო, ის მარადიულობას მოიხელთებს. იმიტომ რომ გუშინ წარსული დრო არაფერი აღარ არის ჩვენთვის. მომავალი ჯერ არ მოსულა. უშუალოდ რასთანაც შეხება გვაქვს, ეს არის აწმყო. აი მე რომ ეხლა სიტყვა ვთქვი აწმყო, მეთქი ეგეც უკვე წარსულში წავიდა. აი ახლა რაღაც რო უნდა ვთქვა და არჩევანის წინაშე რო ვდგევარ, ეგ არის ყველაზე მთავარი. გესმით რაზეა ლაპარაკი და თუ ადამიანი აი ამ წამს მოიხელთებს, აი ამ წამს დაიჭერს, ესეთი გამოთქმაც არსებობს, დაიჭირე წამიო. აი ეს წამი უნდა დაიჭირო, რომელიც ახლა გიდგას წინ. ეგ არის ყველაზე მთავარი. და მოდი ახლა რომ შევაჯამოთ, აი ჩვენ ცხოვრებაზე ვთქვათ. მოდი მე ჩემზე გეტყვით ჯერ. ჩემთვის აი ახლა ამ წუთში ყველაზე მთავარი ადამიანი ვინ იქნება? ვინ იქნება? ადამიანი, ყველაზე მთავარი ადამიანი ახლა ჩემთვის ვინ არის? თქვენ? თქვენ ახართ, ეხლა ხო მე თქვენთვის მოვედი. ყველაზე მთავარი საქმე ის არის, რომ მე თქვენ ახლა ღვთის სიტყვა გითხრათ, ხო მართალი? აი ეს არის ყველაზე მთავარი საქმე ახლა. და ყველაზე მთავარი საღამო ჩემთვის არის აი ეს საღამო. იმიტომ რომ ხვალინდელი საღამო იქნება თუ არა, ეგ არავინ არ იცის. გუშინდელ საღამოშიც მე ვერაფერს ვერ შევძლი. მაგრამ აი ეს საღამო ყველაზე მთავარი. ეხლა მოდი, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენ რა სიტყვით, ესე იგი, აი როდის და სად და რა შეიძლება იყოს ყველაზე მთავარი ადამიანი, მთავარი საქმე და მაგალითად თუ შეგიძლიათ მოიყვანოთ და მთავარი დღე. ვინმე შეგიძლიათ? აი რომელი შეიძლება იყოს. აი მაგალითად რა ვთქვათ? აბა გაბრიელ, შენ გითხარი და მე რაღაცას შემოგამატებთ. აი მაგალითად რა შეიძლება იყოს? მთავარი ადამიანი შეიძლება იყოს ვინც გეხმარება ყველაფერში. ვინც გეხმარება? იქნებ ვიღაცას ჩვენი დახმარება უნდა. ვიღაცას ჩვენი დახმარება უნდა, თუ გაჭირვება გამოუჩნდება, უნდა დავეხმარო. უნდა დაეხმარო. დღეს რაზე ვთქვით? რა არის დღეს საღამოს ჩვენი მთავარი საქმე? ჩვენი მთავარი საქმე არის სწავლა და მოსმენა მამას. დღეს საღამოს ძილის წინ. აი ის ლოცვა მე რო გთხოვეთ, აი იმ ბავშვისთვის რო გთხოვეთ, თქვენ იცით ის ბავშვი რა თქმა უნდა. ხო და აი მაგალითად გათენდა დილა. თქვენ მიხვედით სკოლაში. ცოცულა რამდენი წლის ხარ? 6. სკოლაში დადიხარ? ბაღში? აი ბაღში მიხვედი. შენ ხო ყველაზე უფრო მაღალ ჯგუფში ხარ ახლა საბავშვო ბაღში, ხო პატარებიც არის. აი დაუშვათ ბაღში მიხვედი და დერეფანში დაინახე, რომ 3 წლის ბავშვი წაქცეულია. ვინ არის მაშინ შენთვის ყველაზე მთავარი ადამიანი? რო ავაყენოთ, ეგ ყველაზე მთავარი საქმეა, ხო? და ის ვინც წაქცეულია, ეგ არის ყველაზე მთავარი ადამიანი, ხო მართალია? დიახ. და ყველაზე მთავარი დილა ის არის. ხო არა ეს ცუნცულა ბაღში გაიქცევა. ყველაზე მთავარი დილა ეგ იქნება და იმიტომაც ამბობს უფალი რომ ყოველი გათენებული დღისთვის ბოდიში ღმერთს მადლობა უთხარით. და ეხლა რატო თქვი ჯვარს რატო მოვაყოლე? ყველა ის ადამიანი ვინც ჩვენ შეგხვდება, ყველა ის საქმე რაც ჩვენ საკეთებელი გვექნება, ეგეც ჯვრის ნაწილია ბავშვები. ეგეც ჯვრის ნაწილი. ყოველთვის ეგ ადვილი კი არ იქნება რომ ჯერ ერთი რომ აღმოაჩინო მთავარი ადამიანი და მე იმ მთავარ ადამიანს ისე დაუდგე გვერდში როგორც ეს საჭირო. ეგ ადვილი კი არ იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეგ არის მთავარი საკეთებელი.
აი ეგ რო იცის ადამიანი, ეგ უკვე კარგია. მერე კიდე უნდა იცადოს, რომ ეგ გააკეთოს. მოდი ახლა მივუბრუნდეთ ჩვენს ჯიუტას, არა? მივუბრუნდეთ. მოდი სანამ ახალ თავზე გადავალთ, ძველი გავიხსენოთ 2 სიტყვით, თან იმ ბავშვებისთვის, ვით შეიძლება ახლა პირველად არის. და არ მოусმენია. მე უბრალოდ ახლა გადართავ სურათებს დაგათვალიერებინებ და თან გაგახსენებთ პატარა გახსენებასავით გქონდეს. აი აქედან იწყებოდა. ძალიან მოკლედ ვამბობ, ოღონდ ძალიან გთხოვთ, რომ ეგრე ხმაური არ ივარგოს. მექალაქი იყო, სადაც ცხოვრობდნენ ადამიანები, თავისთავი ყველაზე კარგები ეგონათ. ერთად არ თამაშობდნენ, იმიტომ რომ ყველას პირველობა უნდოდა, ყველას თვალები დაბინდული ჰქონდა და ვერ ხედავდნენ კარგად და ყავდათ ერთი დედოფალი ყოყლოჩინა, რომელსაც მოკლედ აღმერთებდნენ, აი ამ სასახლეში ცხოვრობდა. მათი თავარი ხატი აი ეს იყო, მე. ასე თქვენი დედოფალი ყოყლოჩინა. ეს ჩვენი ჯიუტა, ჩვენი ვაჟკაცი. ოღონდ თქვენ ნახავთ, რომ სიჯიუტე სადღაც გამოადგება. აი მაგალითად ადამიანს ეუბნევიან, აი თქვენ ახლა წამოიზრდებით და სკოლაში შეიძლება გითხრან, რომ აიღე ლუკა სიგარეტი შენც მოწიე რა, რატო არ ეწევი, ჩვენ რო ვეწევით რა. ესე იგი, და შეიძლება შეურაცხყოფელი სიტყვაც კი გითხრან, მაგრამ შენ თუ სიჯიუტეს გამოიჩენ და იტყვი, მე არ გავეკარები მაგას, აი მან კარგია სიჯიუტე. მან დათმობა არ ვარ. სადაც ესე იგი ადამიანი ცოდვის წინაშე დგას და შეიძლება ჩაიდინოს ან არ ჩაიდინოს, გეუბნებიან, შენც მოიტყუე. შენც შეაგინე, შენც შეურაცხყოფა მიაყენე, შენ უნდა ჯიუტად იდგე შენს თავარ პრინციპზე, რომ არ მოექცე არავის ისე, შენ რომ არ გინდა რომ მოგექცეს. გესმის ჩემო ლუკა? აი გარიმთავ, მან სიჯიუტე კარგია. ხო და ეს ჯიუტაც გამოიყენებს თავისთვისებას სადღაც. მოკლედ დედოფლისგან აიღებს ნებართვას და გაეშურება შენ ქალაქისკენ. იქ შეხვდება მოხუცი პაპა, რომელიც ეტყვის, რომ შენ ქალაქში საერთოდ ვერასოდეს ვერ შეხვალ, თუ შენ მეს არ დააპატარავებ. შენი მე როგორ პატარავდებაო? შენ უნდა დააყენო მესმაგივრად და თქვა, რომ მოყვასი შენზე უკეთესი, ან შენნაირი მაინც არის, შენზე უარესი არ არის. ამას მარტო რომ იტყვი კი არა, რომ გააკეთებ კიდეცო, მაშინ შენი მე დაპატარავდება და შენ ქალაქში შეხვალო. ხო და აი ეს თევზით აჭამა ჩვენმა პაპამ. ეხლა გავაგრძელოთ, ეხლა საინტერესო ამბები იწყება. ჯიუტას ტვენას-ტვენით და სიმღერით გაუდგა გზას. თან ბოლოს ხო უთხრა, აბა გინდაო გავიმეორებო, რაც შენ დამარიგებ და გაიმეორა. გამარჯობა. პაპის მიერ გაწეულ დახმარებას და მის სიკეთეზე, რაც უფრო ბევრს ფიქრობდა, გზა მით უფრო იოლდებოდა. ნახე? სხვის გაკეთებულ სიკეთეზო ბევრს რო ფიქრობ, შენი ცხოვრების გზა უფრო ადვილი ხდება. ახლა შენ თუ გულში იბოღმები, იმანის გამიკეთა, შენ ვერ ახარ კარგად. არა, ისე კი არა. ვერ ახარ, რაღაც შინაგანად ვერ ახარ, თორე კოტორაჩიტებზე არ ვამბობ. აი ესე ვერ ახარ, რაღაც აი ხოდა? ესე იგი, განუწყვეტლივ სიკეთეზე ფიქრი ძალიან ადვილი ეჩვენებოდა. აი დააკვირდით. განუწყვეტლივ სიკეთეზე ფიქრი ადვილი იყო, კი არ არის ნათქვამი, ადვილი ეჩვენებოდა. შენ გონია რომ ადვილია ყველაზე კარგი იფიქრო, რა კარგი ადამიანია, რა კარგად იქცევა, ასეა, ისევა, სადღაც უბრალოდ ხუშტურები მოგირის. ადვილი არ არის, სულ სიკეთეზე იფიქრო, მაგრამ ეჩვენებოდა. არც ისე ბევრი ჰქონდა გავლილი, როცა შორს კაცი დაინახა, ის ცხენს წყალს ასმევდა. აი კეთილი ადამიანი, გაიფიქრა ჯიუტამ. შევჩერდები და გამოველაპარაკები. გამარჯობა მეგობარო,
გაგიმარჯოს, საიდან გაჩნდი? შენ ქალაქისკენ მივდივარ, ჯიუტა ეუბნება. ძნელი გზა, ეს ცხენოსანი ეუბნება. ხო, ისთვის როგორ? არც ისე რთულია, ჩვენზეა დამოკიდებული, თავს გავართმევთ თუ არა. საუბარში გართულმა ჯიუტამ აბგა ბორცვზე დადო. ცხენს მიუახლოვდა და მიეფერა. ახლა თან უნდა რომ სულ კარგი აზრები მოსდიოდეს. შენი ცხენი საუკეთესოა მათ შორის, რაც მინახავს. ღმერთმა კეთილად მოგახმაროს. რა ქვია? და ის კაცი ეუბნება, ქეციანი. ქეციანი? კარგი რა, უკეთესი სახელი ვერ მოიფიქრე? მეგობარო, ჩანს ცხენისა არაფერი გაგეგება. მისთვის ეგეც კი ზედმეტია, ეგ სახელი ზედმეტი. ჯიუტა სურდა საუბრის თემა შეეცვალა და იკითხა, ნაკადულის წყალი სუფთა იყო თუ არა. აქ წყალი არც ისე კარგია, ცოტა იქით წადი, იმ ქვებს შორის წყაროა. გმადლობ, ძალიან კეთილი ჩანხარ. წყაროსკენ გაემართა და როცა დასალევად დაიხარა, ცხენის გაჭენების ხმა მოესმა. თავი ასწია და რას ხედავს. მხედარი ცხენს მიაგელებს და ზურგზე ჯიუტას აბგა ჰქონდა მოგდებული. განრისხებული ჯიუტა მისკენ გაიქცა და დაუყვირა. ეხა უკვე კარგი აზრები აღარ მოსდის. ჰეი, შეოხერო, შეჩერდი. მოდი გაანები, აბა მაგას თავი მოусვენე ცოტა. ჩემი აბგა დამიბრუნე. მაგრამ ხედარი სულ უფრო შორდებოდა და უკან არც იხედებოდა. მერე საკედან ეძახის, ქურდო, ოხერო, ჩემი ბრალია, ასე კარგად რომ გელაპარაკე. შენი ქეციანით შევაქენ, შენთვის რომ მეამებინა, ქურდო. ბილიკი თანდათან დავიწროვდა. რატო დავიწროვდა? ცუდი აზრები შემოდის და ეს უსმენს ამ ცუდ აზრებს და ცუდათაც მეტყველებს და ეს ბილიკი მისი სავალი გზა გაძნელდა, დავიწროვდა. მიაბიჯებდა და ამბობდა, პაპა, რას მიკეთებ? ჩემი დედოფლისთვის რომ დამეჯერებინა, ახლა გაძარცული არ ვიქნებოდი. კეთილი გულის სიტყვა უნდა გქონდესო და აი ბატონო, რა დამემართა, მაგრამ მოხუცი აბა რას დაგარიგებს. ბილიკი ახლა მოზრდილი ქვებით გაივსო და ჯიუტა ძლივს მიაბიჯებდა. ძალიან გართულდა. არა მეგობრებო, ეგრე არ ივარგებს. მოდი შენ იქ გადაჭიქი, გაბრიელ გადაჭიქი. ეხა წარმოიდგინე 150 ბავშვი თქვენს გამო რომ ვერ უსმენს, ეგ ვერ არის კაი ამბავი. შენ რო თავი შეიკავეთ. ბილიკი ახლა მოზრდილი ქვებით გაივსო და ჯიუტა ძლივს მიაბიჯებდა. რომ არ მენანებოდეს ის შრომა, რაც აქამდე გავწიე, უკან დავბრუნდებოდი. შენს რჩევა დარიგებებსაც უკან დაგიბრუნებდი, იმ მოხუცზე ჯავრობს. ეს საზიზღარი გზა მამკვლის ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა და ფეხებიდან სისხლი მდის. მზე აცხუნებდა, შუადღე იყო. იქაურობა გაუვალი გახდა. გზა აღარ ჩანდა. ღონე მიხდილი ჯიუტა მიწაზე დაჯდა და არ იცოდა საით წასულიყო, მოშივდა. გაახსენდა მცირე საგზალი, რომელიც ბერიკაცმა აბგით გამოატანა, თავი მუხლებში ჩარგო, ძირს მხოლოდ ქვები ეყარა. დაინახა, რომ მამკვლის ბუჩქიდან მოზრდილი ხოჭო გამოცოცდა. ნელ-ნელა მიაბიჯებდა და თან დიდ მამყალს მიაგორებდა. ჯიუტა მხელი მამყლისკენ წაიღო და დასწვდა. სული შეუბერა, მტვერი გადააცალა და შეჭამა. ხოჭო ცოტა შეშფოთდა. აი როგორც ჯიუტა შეშფოთდა, აბგარო წაართს. აქეთ-იქით იტრიალა. ტყუილად ეძებ, მორჩა, გადავსანსლე. მაბატია საჭმელი წაგართი, მაგრამ რა მექნა, მშიოდა, იქნებ ჩემთვის ერთიც მოგეტანაო. ერთი ხო წაართო და ეხა მეორესაც. შეწინააღმდეგების გარეშე ხოჭომ გზა გააგრძელა. ხოჭუნია, რაც ჩავიდინე, იმას ქურდობა ჰქვია. ეს საუბარი ხა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ამბობს. ხოჭუნია, რაც ჩავიდინე, იმას ქურდობა ჰქვია. მაგრამ თურმე როცა გშია, კარგი მოქცევაც გავიწყდება. ამ დროს ის კაცი გაახსენდა, რომელმაც აბგა წაართო. იქნებ მასაც შიოდა, ნახე ახლა რა აზრი გაუჩნდა, თვითონ ხო შიოდა და სხვას წაართო. იქნებ იმ კაცსაც შიოდა.
საწყალს ნამდვილად შიოდა და ამიტომ არაფერზე უფიქრია. დასუსტებული და ფერდაკარგული იყო, მე კი უყვირე და რა აღარ უწოდე. ჯიუტამ ინანა. ჯიუტამ პირველად ინანა მე მგონი. ხოჭოს რომ ლაპარაკი შეეძლოს, მეც ხომ ქურდს დამიძახებდა. თუ ისევ ჩუმად წავიდოდა. წამოდგა და ძებნა დაუწყო. ხოჭუნია, სად ხარ, სად დაიკარგა? რატო ეძებდა? ალბათ პატიება უნდა ეთხოვა რა, მაპატიე ხოჭო რა ესე ხოჭო. იქაურობას გარსული და ხოჭოს პოვნა უნდა და ამასობაში მარჯვნივ ერთი ბილიკი გამოჩნდა. რატო გამოჩნდა ეს ბილიკი? იმიტომ რომ ნანობდა, ხო? ნანობდა თავის დანაშაულს. კვლავ ხიარული მიაბიჯებდა, ცოტა ხანში ლეგვის მსხმოიარე ხე დაინახა, იქვე წყარო მოჩუხჩუხებდა. დასასვენებლად ჩამოჯდა. ლეღვი მიირთვა და ბრძენი ბერიკაცი მოაგონდა. პაპა მართავს მეუბნებოდი. მე კი მხოლოდ სიტყვები ავითვისე. აკი გავიმეორე კიდეც, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, ყველაფერი აურდაურია. თავისთვის ლაპარაკობდა ჯიუტა. დაწყნარდა, წყურვილიც მოიკლა და ღონე მოიკრიბა. გზასულ უფრო ფართოვდებოდა. ბიჭუნა უფრო და უფრო სწრაფად მირბოდა და გაიძახოდა. შენ ქალაქო მშვიდია, მოვდივარ. ბორცვი ისე აიარა, ვერც კი გაიგო, შეჩერდა და გაიხედა და თვალებს არ დაუჯერა. მაღალ ხეებს, ჩანჩქერებსა და მდინარეებს შორის დაბალი თეთრი სახლები მოჩანდა. თითქოს მდელოზე ცხვრის ფარა გაფანტულიყო. გახარებულს ახტაცების შეძახილი აღმოხდა. ვაშა, ვიპოვე. აი, მოიცავ, ნახოთ რა იპოვა. აი, სულაც არ გავს მე ქალაქს, პატარა სახლებია. საყვარელი, უბრალო. ნახოთ, ჯერ თავარი ღირსება ამ ქალაქისა სახლები არა. დაღმართი მისთვის კიდევ უფრო იოლი აღმოჩნდა, რაც უფრო უახლოვდებოდა ქალაქს, გული მით უფრო ძლიერად უცემდა. ფიქრობდა ჩასვლისთანავე მშვიდია სახლს მოძებნიდა და პირდაპირ იქით გაეშურებოდა. რა მოულოდნელი სიხარული ექნებოდა მშვიდიასთვის მისი დანახვა. მშვიდიას მამა ხო გახსოვთ? რო დაპატიჟა და რო უთხრა არამცალია უჩქარო. მშვიდიას მამა გაახსენდა. შვილს ხელი როგორ დაავლო და წაიყვანა. გაიფიქრა, მოიცა ვაჟბატონო. როცა შინ მიგიპატიჟე უარი მითხარი. ახლა არც მე გამოვიქცევი შენთან. ვინმეს გამოგზავნი და ჩემს ჩამოსვლას შეგატყობინებ. შენ თვითონ მოხვალ და დამპატიჟებ, მაგრამ თავიდან მეც უარს გეტყვი. შემდეგ კი 3 წერტილი. ეხლა რა მოხდება თქვენი აზრით? რა მოხდება? რაღაცა შარში აღმოჩნდება. აზრის დასრულება ვერ ანუ თქვენ აკვირდებით, როცა კარგ აზრებს უსმენს, გზა ადვილდება. როცა ცუდ აზრებს უსმენს, გზა რთულდება. და ეხა ცუდი აზრები შემოვიდა და ესეც აყვა ამ ცუდ აზრებს. ამიტომ აზრი არ ქონდა დასრულებული, რომ ფეხი დაუწდა და იმ დაღმართზე გოგრასავით დაგორდა. სულ ვაი-ვაის გაიძახოდა. ფართო და სწრაფი მდინარის პირას მიგდებულმა გონება დაკარგა. ესე იგი, მოდი ჯერ სანამ შემდეგ თავზე გადავალთ. რა იყო ამ თავში ისეთი, რაც დაგვამახსოვრდა, ესე იგი, აი, რაც შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ნიკო, რა იყო ეგეთი? ამ თავში ის იყო მთავარი, რომ როდესაც ჯიუტას ცუდი აზრები მოსდიოდა, მაშინ გზა უფრო და უფრო რთულდებოდა და როდესაც კარგი აზრები მოსდიოდა, მაშინ უადვილდებოდა. მაშინ უადვილდებოდა. ეგ მარტო ჯიუტას ემართება თუ ჩვენც ეგ დაგვემოვა. ყველას ეგ შეიძლება რა, მარიამ, აბა შენ რას გვეტყვი? ცუდ აზრებს არ უნდა მოусმინოთ. ცუდ აზრებს არ უნდა მოусმინოთ, მაგრამ ეხა ნახე რა შეასაქმე. ხო გახსოვთ, პაპამ რა ასწავლა? თუ პაპას არ უსწავლებია და მე ეხა წინ უსწრებ მოვლენებს, როგორ უნდა ებრძოლოს ცუდ აზრებს? არ უსწავლე. მაშინ ეხლა ასწავლის და აბაყურად დაუშვათ ცუდი აზრი მოდის. ეხლა რა ვქნათ, ავდგეთ და ხელების ქნევა დაუწყოთ, რას გააწყობ ამით? მაგრამ რაღაცა უნდა არსებობდეს მეთოდი.
რითიც შეიძლება ადამიანმა თავი დაიცვას სამცუდი აზრებისგან და მოდი აბა მივყვეთ ნელ-ნელა რა მეთოდია ვნახოთ. აბა თვალი გაახილე და შემომხედა ვიღაც ეუბნება ჯიუტას, ესე გონება დაკარგული გდია. ჯიუტამ თვალი გაახილა და დაინახა ერთი ქალბატონი თავზე ეფერებოდა. იქნებ ნელ-ნელა წამოდგომას ცადო. ფეხი მტკივა. ირამალა კოტრიალის მიუხედავად ძალიან არ დაშავებულ ხარ, მოდი ცოტა წყალი მოსი. სანამ წყალს დალევს ჩამოვჯდები მე. ცოტა ცივი წყალი, ცოტა ამ ტკბილი ქალბატონის დაყოვება და ჯიუტა მალე მოსულიერდა. მარტო წყალი კი არა, ამ ქალბატონის დაყოვება, 7 სიტყვა. სანამ დაღმართზე ჩამოგორდებოდი, აქეთ ერთი პატარა ქალაქი დავინახე, ახლა კი ვერაფერს ხედავ. სანაპიროს გასწვრივ მაღალი ხეებია და ქალაქი იმიტომ არ ჩანს. ის შენ ქალაქია? დიახ, უთხრა ქალბატონი. ჯიუტა წამოხდა. შვილო, ფეხს გაუფრთხილდი. მივუახლოვდი და ისევ დავკარგე, ეს როგორ დამემართა? შენ იცი. როგორ დაემართა? რატო დაემართა? ხუთი აზრები. ერთი რაც ვიცი ისაა, რომ თავი მაქვს გასახეთქი, როცა კარგზე ვფიქრობ, ცუდი აზრებიც მომდის და მაშინ აი როგორ ვისჯები. ცუდი აზრი ყველას მოსდის. მაგრამ დაიმახსოვრე, მათთან საუბარი არ გააბა. ეს პირველი მეთოდია, რითიც შეიძლება ადამიანმა თავი დააღწიოს ცუდ აზრებს. მათთან საუბარი არ გააბა. აბა როგორ მოვიქცე? როცა ცუდი გულის სიტყვა მოვა, შეეცადე არ მოусმინო და თავიდან მოიშორო. მაგრამ თუ დაუჯერებ, მაშინ ერთს მეორე ცუდი აზრი მოჰყვება და ნელ-ნელა გონებიდან გულში ჩასრიალდება. ესე იგი, აი, როგორც მაგალითად სახლთან ძაღლი არის დაბმული და რომ ქურდი არ შეუშვას სახლში, ისე ადამიანის გულთან, გულის კართან ჩვენი გონება არის მცველად. გონებას გაივლის ესა თუ ის აზრი და მერე ჩადის გულამდე, ამიტომ გონება ფხიზლად უნდა იყოს. ის ძაღლი ახლა თუ წავიდა და დაიძინა, აბა რა ქურდი უნდა შეაჩეროს, ხო მართალ? გონებაც ფხიზლად უნდა იყოს, რომ ეს არ დაუშვას. როცა გულის ყველა ჩასრიალდება, ეკითხება ჯიუტა. ცხადია და როცა ეს აზრები გულში აღმოჩნდება, გულის წრომასა და მრისხანებას მოგგრის. ერთ ბოროტებას მეორე მოჰყვება. ამიტომ თავიდანვე მოიცილე ისინი, ყურადღებასაც ნუ მიაქცევ. ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. თუ არ გამოგდის, სხვა ხერხიც არსებობს. ეხლა მეორე ხერხი რა? ერთი რო არ მოусმინო და მეორე რა არის? რა ხერხი? ბოროტ აზრებს ერთი კეთილი აზრი დაუპირისპირე. ცოტა მოითმინე, მტკიცე დიდექი და კეთილი აზრი გაიმარჯვეს. ანუ ახლა რაზეა ლაპარაკი? მაგალითად, აი შენ რა ქვია სახელი? თათული. ახლა აი მაგალითად შენ რა ქვია? ლიზი. დავუშვათ ლიზი რაღაც თქვა და შენ აზრი მოგივიდა, რომ ლიზი ახლა იტყუება. დავუშვათ შენ არ გინდა რომ მაგ აზრს მოусმინო. მაგრამ იმდანაც მძლავრად შემოდის, არა ლიზი იტყუება, ახლა მაგას რო ლაპარაკობს, გულში სხვა რამეს ფიქრობს. მაგრამ ამას შენ უნდა და ამ აზრი გეუბნება, ეს არის მატყუა რა ცუდი ბავშვი. შენ უნდა მაგას დაუპირისპირო კეთილი ფიქრი, კეთილი გულის სიტყვა. და უნდა თქვა, რომ ლიზი არ იტყუება, ლიზი კარგი ბავშვია, მაგას ტყუილი არასოდეს არ უთქვა. შეიძლება მე მეჩვენება ეგრე. ოღონდ აი ამ გულის სიტყვაზე მტკიცეთ უნდა იდგე და მოითმინო. ისა კი არა ერთხელ გაიფიქრო და მერე თქვა, მატყუა რა ყოფილა, არა. უნდა მტკიცეთ იდგე მაგაზრზე და აღმოაჩენ მართლა რომ ლიზის არ მოუტყუებია. ესმის. ეგ მეორე ხერხია, რომ და რას ამბობს ისიც მინდა პაისი ათონელი, ერთი კეთილი გულის სიტყვა. თავისი მნიშვნელობით მრავალ საათიან ღამის თევის ლოცვას უტოლდებაო. აი ხო არის ხოლმე აღდგომის ღამეს, დიდი მსახურება, ქრისტეშობის ღამე, სხვა დღესასწაულებში აი ღამე 6 საათიც კი გრძელდება წირვა ლოცვა და ახლა წარმოიდგინეთ, ერთი ესეთი კარგი ფიქრი უტოლდება მთელ აი ამ ამდენხნიან ღვთისმსახურებას და ლოცვას. იმდენად მნიშვნელოვანი. და მესამე აზრი კიდე, მესამე
მეთოდი, რაც ახლა აქ უბრალოდ არ წერია, მაგრამ წმინდა მამები რას ამბობენ? თან გულში უნდა ილოცო. ერთი რომ არ მოусმინო აზრებს, მეორე რომ კეთილი გულის სიტყვა დაუპირისპირო და მესამე რომ ილოცო, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ყოლა წმინდა ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნე. ესე გულში რომ ილოცო. მე მგონი დავღალეთ ეს ბავშვები რამდენი? აი ეს ჩავამთავრო, მოდი. ეს ჩავამთავროთ და მე ერთი ანიმაცია ვნახოთ. უკაცრავად მოიცადენ განა ერთ კეთილ გულის სიტყვას ამდენი ბოროტი აზლის დაძლევა შეუძლია? შეუძლია და თანაც როგორ? რას საოცრად კარგად ლაპარაკობ, რა გქვია? და ამ ქალბატონმა უთხრა სიმდაბლე მქვია. სიმდაბლე რა არის? მოდი ესეც ვთქვათ. აი როგორი ადამიანი შეიძლება იყოს თავმდაბალი, სიმდაბლე რა არის? აბა ნუცა, ჩემპიონს უნდა ვკითხოთ. 4 გზის ჩემპიონს. როდესაც სხვას შენ თავზე მაღლა აყენებ. როდესაც სხვას შენს თავზე მაღლა აყენებ და შენს გაკეთებულ საქმეს შენად რომ არ მიიწევ და ღმერთს რომ მადლობ, არა? კიდევ ესეც მივამატოთ. მე კი ჯიუტას მეძახიან, მე ქალაქელი ვარ, რამდენი დღეა შენ ქალაქში შესვლას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ. შემდეგ ქალბატონს შვიდიას გაცნობისა და თავისი მოგზაურობის შესახებ უამბო. გულს ნუ გაიტეხ, შენ ქალაქამდე ძალიან სწრაფად მოსულ ხარ. შესაძლოა სხვები წლების მანძილზე ეცადონ, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიონ. შენ კი ქალაქს მხოლოდ ეს მდინარე გაშორებს. მის გადალახვაში დამეხმარები? ერთად გადავლახოთ. ხელი მაგრად ჩამჭიდე და ნურაფრის შეგეშინდება. აი, ადამიანის სიმდაბლეს რო ხეს ჩაჭიდებს, მაშინ არაფრის არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ თუ ამპარტავნებას ჩაჭიდებს ხეს, იმას უნდა ეშინოდეს. სიმდაბლე მითხარი რატომ ხდება, რომ ის რაც ერთი შეხედით იოლია, ძნელად მისაღწევი აღმოჩნდება ხოლმე. ეს ჩვენი ეგოიზმის გამო ხდება. რაც უფრო დიდია ჩვენი მე, მით უფრო რთულია ყველაფერი. ეგოიზმს ადგილი არ უნდა დაუტოვოთ, საჭიროა უბრალოება და სიმდაბლე. მოდი ეს სიმდაბლეც გაჩვენოთ, აბა ვინ არის? აი ეს არის სიმდაბლე. ნახეთ აქ რა წერია. სწორედ ეს შენ დაეხმარა ჯიუტას მეს დაპატარებასა და შენ ქალაქში შესვლაში. ამაზე მივოთ. ხელჩაკიდებულები მიაბიჯებდნენ, მდინარე სწრაფად მოექანებოდა და ფონი არ ჩანდა, ან ისეთი გადასასვლელი რომ დორეთ მოდიოდა არ ჩანდა. უახლოვდებით, იქით ბომბერას კლდეებს თუ ხედავ. აკაფებული ზვირთები კლდეს ეხეთქება და ძლიერი დინება სუსტდება. ჩვენ სწორედ იქიდან გადავიდეთ. მართლაც იმ ადგილას მდინარემ დორედ მოედინებოდა. წყალში დიდი ქვები ეყარა. ქვიდან ქვაზე ხტებოდნენ, ერთ ვიწრო გასასვლელს მიუახლოვდნენ. ეს კლდეებს შორის გამავალი პატარა ბნელი გვირაბი იყო. ამას გავივლით და მეორე მხარეს გავალთ, თქვა სიმდაბლემ. ჯიუტა დაეჭვდა. ნახეთ, ეჭვი, თქვენ როგორ ფიქრობთ, კარგი გულის სიტყვა თუ ცუდი? ხო და ნახეთ, ჯიუტა დაეჭვდა და საკუთარ თავს კითხა, სად მივყავარ ამ ქალს? ვიღაც უცნობს ასე იოლად როგორ ვენდე, იქნებ თავს იკატუნებს, ვითომ კეთილია, ასეა თუ ისე ეშმაკობა მართებს. გვირაბი მარტომ გაიაროს, თუ დავინახე რომ გავიდა, მეც მივყვები. როგორც კი სიმდაბლე პატარა გვირაბში გასაძრომად დაიხარა, ჯიუტამ ხელი გამოსტაცა, მაგრამ კლდიიდან დაცურდა და ჭყლუp მდინარეში ჩავარდა და წყალმა წაიღო. იხშობოდა, მდინარე არც ისე ღრმა ჩანდა, მაგრამ ძლავრად მოედინებოდა. სიმდაბლე მიშველე, სიმდაბლემ დრო არ დაკარგა, მდინარეში გადაეშვა და სწრაფად გაცურა. პერანგში ხელი ჩაავლო და წყლიდან ამოათრია. ცოტა ხანში ჯიუტა მოსული ერდა. ვინ იცის ახლა რას ფიქრობდი? ნუ მკითხავ, ჯობს არ გითხრა. ცოტა ხნის წინ ბოროტი აზრების შესახებ რას ვამბობდით? სად მისრიალებენო, ხო და მეც მათთან ერთად დამიცდა ფეხი და აი სად აღმოჩნდი. ეხლა ნახეთ სიმდაბლე რას ეუბნება, სიმდაბლეს გაეცინა. როგორც ხედავ, მეც იგივე დამემართა, სულ გავილუმპებ. ანუ კი არ ეუბნება, მე შენს დასახმარებლად გადმოხდი და ამოგიყვანე და არ იქ მთელი ამბები. მეც ფეხი დამიცდაო და იმიტომ ჩამოვარდი.
არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ცოტაც და დავიხშობოდ. თუ კი მადლობის გადახდა გინდა, წამოდი იქით ნაპირზე ერთად გადავიდეთ. დავსველდით და უნდა გავშვეთ. ვიწრო გასასვლელს ისე მივახლოვდნენ. ჯიუტამ სიმდაბლეს ხელი ჩაჰკიდა. აქამდე ხო გააშვებინა, ეგონა რომ երը თვითონ გავიდოდა, ეხა ხელი ჩაჰკიდა. კარგად ჩამჭიდე, ეუბნება ჯიუტა. წინ შენ გამიძეხი, მარტო ვერაფერს გავხდები. აი ამის გამო მისი მე ნელ-ნელა პატარავდება. და სწორედ ეს შენს გარეშე ვერაფერს გავხდებიო. ჯიუტას მეს დაპატარეობასა და შენ ქალაქში შესვლაში დაეხმარა. რა მოხდება შენ ქალაქში, მაგაზე ცოტა მერე ვილაპარაკოთ. თორე ეხლა ვხედავ, რომ ერთკვირიანი დასვენების შემდეგ სკოლიდან დასვენებას ვამბობ. ხო დღეს დაიწყო სწავლა. ხო და ეთყობა გადაჩვეულები ერთიანად უცბად დაიღალეთ და მოუსწავლობა დაგვეყვა. ესეც ბუნებრივია, არ მიგვის. ძველად, ძველ საკვირაოში რო ვიყავით ხოლმე. ხან ისეც მომხდარა, რომ აი ბავშვები რო ვეღარ ისვენებენ, ახლა მე მესმის, წარმოიდგინეთ, დილით 9-ზე გაკვეთილებზე უნდა იყო, მე 1750 წრე აქვს ბავშვებს, იქის და აქ მოდიან უკვე აღარაფრის თავი და აქაც ახლა როგორია 1 საათი გისმინონ და ხან ისი აურევდნენ ხოლმე, ვისაც გახსოვთ, ცოტა მოსდილები ვინც ხართ, იქ ვინც დადიოთ, მithქვამს რომ მოდი გავაჩეროთ საუბარი, გავიდეთ ან შეშა გადავზიდოთ, ან ბალახები მოვაგროვოთ, ან რაღაცა რომ ახლა იმათ ჩხუბს ხوار დაუწყებდი, აბა არიქა ჩუმათი ყავს. დავიდოდით, გარეთ უფრო ხალისი იყო ხომ. ბავშვებო, მოდი ახლა დღეს ჩვენ ამით დავემშვიდობოთ ჩვენ საყვარელ ჯიუტას. დავით, რაღაცა არ გასვენებს, აბა მიდი. ჯიუტას იმიტომ და არ გოჩიუტა, ჯუტაზრებს იგონებდა. იგონებდა, ხო? ჯიუტა მაგარი ბიჭი დადგება, მე მგონი. აბა ვნახოთ რა იგი. ბავშვებო, მოდი ახლა ერთი ანიმაცია ვნახოთ. ერთ-ერთ დიდ მოწამეზე, წმინდანზე და მერე უკვე ბანაკის შესახებ ორიოდე სიტყვით მოგითხრობ და მერე ბანაკის ვიდეოც ვნახოთ. 1, 2 და 3 წელი, კი? იყოს, კი? წმიდა შუშანიკი ქვემო ქართლის სპიტიახშის ვარსკენის მერგული იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსკენ ბედიაში სპარსეთის მეფეს პეროსს ეწვია. საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაზდეანობა მიიღო. როცა შუშანიკმა ვარსკენის განდგომის შესახებ შეიტყო, წარეცრემლით გამოიდირა მეუღლე. საწოდავი გახდა უბადრუკი ვარსკენი, რადგან უარყო მან ჭეშმარიტი ღმერთი. აღიარა ატლაშანი და შეუერთდა იგი უღმერთოებს. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე. თან წაიყვანა თავისი 4 შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. უფალო ღმერთო, შენი მოცემული არიან და შენ დაიცავი ესენი. სული წმინდის მადლით, წმინდა ემბაზისაგან განათლებული, რომ იყვნენ ერთი სამწყსო, ერთი მწყემსისა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი. საღამოს წმინდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა იაკობ ხუცესმა მოინახულა და გააფრთხილა სულიერი შვილი.
ვარსკენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს. ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიცის იმედი არ აქვს, სჯობს მოერიდო მასთან დაპირისპირებას. უმჯობესია მისი ხელით ჩემი სიკვდილი, ვიდრე მისი და ჩემი შეხვედრა და ჩემი სულის წარწმედა. რადგან მსმენია პავლე მოციქულისაგან არ არის დამონებული ძმა ან და არამედ დაშორთნე. სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურთავში. მან მეორე დღესვე იხრო ეპისკოპოსი და მღვდელნი თავისთან დაუმოგიერად უთხრა, რომ არაფრის გამო არ მორიდებოდნენ მას და არც შეეძულებინათ იგი. მათ კი მიუგეს რჯულის უარმყოფელს, რომ საკუთარი თავიც დაუპა და ისინიც. გაგულისებულმა ვარსკენმა მათი საშუალებით მოსთხოვა მეუღლეს შეეწმიდა მისი შეურაცხყოფა და სასახლეში დაბრუნებულიყო. შუშანიკმა წარედამხილა პიტიახში და ღვთისმსახურთა პირით მტკიცედ შეუთვალა. ვარსკენმა ჭეშმარიტი ღმერთი უარყო და ცეცხლს ცათავდა. ამიტომ როგორც მან შეურაცხყო შემოქმედი, ასევე შეურაცხყოფ მას და თუნდაც მრავალი ტანჯვა მომაყენოს. არ გავხდები მისი საქმეების თანაზიარი. ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსკენმა თავისი ძმა ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმინდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსკენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა ნებით დაბრუნებულიყო. და როდესაც ძალიან აიძულეს, ადგა ნეტარი შუშანიკი. თან წაიღო წმინდა სახარება და მოწამეთა წმინდა წიგნები და სასახლეში დაბრუნდა. მაგრამ იქვე, ახლოს, ერთ პატარა სენაკში განმარტოვდა. ორი დღის შემდეგ სასახლეში დაბრუნებულმა ვარსკენმა პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმინდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, მაგრამ ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა თხოვნით რომ მეტისმეტად შეაწუხეს, სასახლეში გაჰყვა მათ, მაგრამ იქ არაფრის გემო არ გასინჯა. ჯოჯიკის ცოლი მოსაძლიერებლად მცირეოდენი ღვინის დალევას აიძულებდა. როდის ყოფილა აქამდე, რომ კაცებსა და ქალებს ერთად ეჭამოთ პური. დედოფალმა ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე, რომელსაც ღვინოს სახეში შეესხა. გამხეცებულმა ვარსკენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ ვარსკენის ბრძანებითვე ბორკილებ დადებული დედოფალი ერთ ოთახში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს. დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი და მსახურს უბრძანა, რომ სასტიკად ნაცემ დედოფალთან არავინ შეეშვა. თვითონ კი სანადიროდ წავიდა. შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამების სახე იხილა, ხმამაღლა ადირდა. ნუტირი ჩემთვის, რადგან სიხარულის დასაბამი გახდა ჩემთვის ეს ხამა.
იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს მიეცა ნება მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუმი დაედო. ხუცესო, მოამბობ მაგას, რადგან ეგ სისხლი ჩემი ცოდვების გამწმენდია. ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა ლოცვასა და ტირილში გაატარა წინა სააღდგომო მარხვა. აღდგომის მეორე დღეს ბრძოლიდან დაბრუნებული ვარსკენი ეკლესიაში მივიდა. დაიწყო მან გინება და სასტიკად ღვთისმობა და ეპისკოპოსს დედოფლის სასახლეში დაბრუნება მოსთხოვა. მღვდელს, რომელიც დედოფალს გამოეკომაგა, კვერთხი დააკრა ზურგზე. დედოფალი კი თხრებით წამოათრია ეკლესიიდან სასახლის ეზომდე, ტალახში და ეკლებზე. წმიდა შუშანიკს კალთები და სხეული წვრილ-წვრილად დაეგრიჯა ცეცხლზე. სასახლის ეზოში ჯოხი დააკრა თითქმის 300-ჯერ. და როდესაც ვარსკენმა დაინახა, რომ დიდძალი სისხლის დიოდა დედოფლის სხეულს, მაშინ ბრძანა ჯაჭვის დადება მის კისერზე და საპყრობილეში ჩაგედვა, რათა იქ შიგნით მომკვდარიყო. 6 წელი გაატარა წმინდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მისულ ქრისტიანებს. დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანის მცემლობაზე გადაბირებამ შეაწარწუნა. დაიწყო მან ღვთისადმი დიდი ტირილით თაყვანისცემა. გმადლობ შენ, უფალო ჩემ, რადგან იყვნენ არა ჩემი, არამედ შენი მოცემული. როგორც გნებავს, იყოს შენი ნება უფალო. და მე დამიცავი მტრის საქმეთაგან. სიკვდილის წინ წმინდა მოწამემ ველანი დალოცა და ითხოვა და ესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია ურჯულო ქმარმა. შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა. კურთხეულარს, უფალი ღმერთი ჩემ, რამე თუ მშვიდობით მასზე და დამწერ და დავიცინე. და მიაბარა თავისი სული ყოველთა შემწყნარებელ უფალს. სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნამდვილზე ვადრევას დაკრძალა. მე-6 საუკუნეში ქართველებმა წმინდა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს. წამებისა გვირგვინითა შეინკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობის აწილ მოიგე სუფევარი წარუალი. და აწკადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა. მე უღყავ მათებელთა შენთან სანადრევო.
ბავშვებო, ახლა ესე იგი ძალიან რო აღარ გადაგღალოთ. ორიოდე სიტყვით ვიტყვი ამ ბანაკის შესახებ. თქვენ იცით რომ აქ ბანაკები ეწყობა ხოლმე ერთი გამარჯვებული ბავშვებისთვის და მეორე უშუალოდ აი აქ მოქმედი სტუდიის ბავშვებისთვის, რომელიც უკვე სადღაც 45-მდე არიან. შეიძლება ცოტა მეტიც. ეს ბანაკი, რომელსაც ახლა ჩვენ გაჩვენებთ, ეს შედგა ნაკრები იყო, ესე რომ ვთქვათ, ამ სტუდიის ბავშვების და ონლაინ საკვირაო სკოლის ბავშვების, რომელიც სხვადასხვა მხრიდან იყვნენ ჩამოსულები. ერთი თავისებურება რა ქონდა ამ ბანაკს, რომ ჩვენ მშობლებს ვთხოვეთ, რომლებიც მანამდე სულ გეხმარებოდნენ ხოლმე ბავშვებისთვის ტრაპეზის მომზადებაში, საკვების მომზადებაში, ახლა 5 დღე რომ მიდიხარ, 5 დღე ღამით ვიდივართ ხოლმე, იქ საკვები ხო სჭირდება, დღეში 3 ჯერ არის ხოლმე საკვები და ახლა ვთხოვეთ მშობლებს, რომ არ ჩარეულიყვნენ ბავშვების საკვების მომზადებაში და თავად ბავშვებს მოემზადებინათ. გუნდებად იყვნენ დაყოფილი 5-5-6-6 და ყოველდღიურად თვითონ აკეთებდნენ იმას, რომ გაეშალათ, გაელაგებინათ, გაერეცხათ, გაემზადებინათ და ასე შემდეგ. ნახოთ, მეც როგორც გითხარით, არ მინახია და ერთად ნახოთ აბა რა გამოვიდა ესე იგი. ეს ხომ გაიჩხირო შუაში. სანამ თაღებს ვამბინება დროს და სითა სიმღერები გაუსწარი ხოლმე მე უკვე გამიანინება ეგ ჩემია ბიჭო, კარგად წაიღე იხედე დაუმღერეთ სიყვარულის ლამაზწელა თუ ზარების ხმა ესე იგი როცა იწყება, თუ სიმღერა ან ტრაპეზი ან აქტიო. და თუ ვინმე ვერ შემოვა, ასე ის დარჩება იმ ტრაპეზის გარეშე. კარგად დავაწეროთ დაკეტილია. დღეს არის 16 თებერვალი. დღეს ჩამოვედით ბაკურიანში. პირველ რიგში გამნაწილდით ოთახებში, შემდეგ ქონდა ტრაპეზი.
ტრაპეზის შემდეგ იყო შეჯიბრება. Აქტიობების სპორტი, რელიგია, მითოლოგია, სიტყვის კონა, ლიტერატურა, მედიცინა, იარაღი, სამოსი, კულინარია, მცენარე. და ამ შეჯიბრების შემდეგ ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ რა თქმა უნდა ძილად მისვლის ლოცვები და ახლა კი ვიძინებთ. დიდება მამასა და ძესადაც მინდა სასულს ასტანარების და უკონიტებონისადია. დღეს არის ბანაკის მეორე დღე, 17 თებერვალი. დღეს ტრაპეზირებმა გავიღვიძეთ 7 საათზე. გაუკარით სანამ ცალზე ვარსკვლავები ინთება დროს და სიცხეს სიმღერებით გაუსარით თორემ მერე უკვე გვიან იქნება ამღერეთ ყველა სიმი ყველა ბაგერა განათეთ დაბლამიცა მაღლასა სიცოცხლეში არ იქნება სიყვარულზე დიდი საოცრებო სხვა ამღერეთ მელოდია დაუმღერეთ სიყვარულის ლამაზლებს ეს ხოვრება უსასრულო ნურგონია დაველოდოთ ეგენი როდესაც აიდგავენ ფერს და თავისი სწავლენ მაგიდებს სკოლის ხობოშები 8 საათზე ათქმენ. Una mattina mi sono alzato, oh vela ciao, ciao, una mattina mi sono alzato e ho trovato l'invaso. ეს არის გაკომიტების სწავლა მეხუთე თავი. ან უკვე თქვენთან დიდრაგმა პიროდეს და კორტესის უგადროგებათა მათი ჩვენზე და მომავალზე. ანუ იმის გამო რაც მოგერითო. პირველ დღეს ესე იგი ბავშვებმა დააგვიანეს ტრაპეზზე და უმეტესობა მშიერი დარჩა. პიროდეს და კორტესზე ეს აქ რახან ჩასაზოგადოება. Șiel până la să jucători. Simțite. Mele მოხორმე ასე. ერთი ტელეფონი ქონდა მარტო, ერთი მშობლები იქ რეკავდნენ და მე ამათ უთხარი, რო გარეკავენ, მშობლებს ასე გაიცით პასუხი. შიერ მწყურვალთა ბანაკის მორიგე გისმენ. Calcululați să samostele თქვენი მღვიცა დაუჭამიეთ. Ani თანამედროვე ქართული სწავლები ხოთქონდა. ვარანა კაპანაძე, მე მამა ბასილის ონლაინ საკვირაო სკოლას ვესწრებოდი და შეჯიბრში გავიმარჯვე და აქედან მოხვდი ბაკურიანის ბანაკში. დღეს ჩვენი გუნდი იყო მორიგე გუნდი და დილას მამა ბასილმა გაგვაღვიძა. შემდეგ, როდესაც უნდა გაგვეკეთებინა საუზმე, მამა ბასილი გვეხმარებოდა რაღაც ინსტრუქციებს გვეუბნებოდა თუ ესა და ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. Yo, vamos, take.
აი ვერცხავს და მე იმარშავ ჩანდრით რა და იქნებ. იპოვე. ხათან სვამზადეთ რა. There's a calf with a mournful eye. High above him there's a swallow winging swiftly through the sky. How the winds are laughing, they laugh with all their might. Dona, 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 Salam tavas lavadin heva Rozda sinta simharavin gaustari ამათქანიც გასაგებთ, მაინც გაუხთხილეთ. თავი ეგარი, ქრისტიანობა ცხოვრება. ღმერთი უნდა შეიყვარო და ადამიანი უნდა შეიყვარო. ქრისტმასი შედით უნდა გაატარო ცხოვრება. აქ ახლა თან ისეთი ასაბი აქვს ამ ბავშვებს, რომ აი გარდატეხის ასაკს რო უწოდებენ. რთული ასაკია. და ეს რთული ასაკი და ზღვის ტალღები და ღება ერთად უნდა გადავლახოთ, ასე იგი. ჩვენ შედეგებს არ ველოდებით ხალხაზებს, ჩვენ შედეგებს ველოდებით აი 15 წელი რო გავა, 20 წელი რო გავა, ესენი რა დაოჯახებულები იქნებიან, შვილები ეყოლებათ და მე თავის თავზე რო იქნებათ გამოცდილი ის სიხარული, რაც დღეს ღმერთმა მათთვის შექმნა, მე თვითონაც ეცდებიან, რომ სხვა ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის თვითონაც გააკეთონ რაღაც ამდაგვარი. ან უფრო უკეთესი გააკეთონ, იმიტომ რომ აქ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინონ და არ გაიმეორონ და თუ რამე კარგი ნახეს, ის განამტკიცონ და გაავრცელონ. თუ დაიღალეთ შევწვიდოთ. მაშინ ცოტა მოიკრიბეთ ძალები და არიხმაუროთ. ან ორიდან ერთი და გავაკეთოთ. თუ გინდა რომ უყუროთ და ხანიერ უბრალოდ არ გამოვა. Complaining, said the farmer who told you a calf to be. Why don't you have wings to fly with, like the swallow so proud and free? How the winds are laughing.
ჩემო მომყოფებით ბაკურიანის სიომწურვათა ბანაქსი ეგრე დავარქვით, იმიტომ რომ ერთ დღეს ბავშვები მშივრები დარჩნენ ტრაპეზზე დაგვიანების დროს. თან ერთად არიან ბავშვები ფერისწავლების საკვირაო სკოლიდან და ონლაინ საკვირაო სკოლიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებიან ჩვენს გაკვეთილებს. ეს ბავშვები ადრეც შეხვედრილან ერთმანეთს და ამ წიაღში კიდე შეხვედრა და აქ გატარებული რამოდენიმე დღე მათი დაახლოებისთვის კიდევ უფრო კარგი იქნება. ჩემო იგივე ყველაზე მაგარი. არაფერი არ გამიკეთები. ტკბილი წეწება ვაჭამე ბავშვებს და არ შეჭამეს. ამიტომ შოთღესაც იგივე ჭამეს. და ჩვენ კარგად გავერთეთ. Marta, edili qaldi. Hadiya Emilya Bagasyan. Qaygımet, aba qaygımet. Qaygımet, Gemili. Gemili da var axi, Gemili. Qaygımet. რო ასეთი მეგობრები ყავს გვერდით და ამიტომაც მამას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ფეხბურთი იყო ყველაზე მაგარი და გრიჟეთ მე. შევჭამე. აქ არის სიხარულით, აქ არის გართობაც, არის შემეცნებითი აქტივობები, არის სპორტული აქტივობები. არის ხან მოწყენაც, ხან გუზგუნით, ვარჯიში და დატვირთვა და ასე შემდეგ. რაც ღმერთის წყალობით ვცდილობთ, რომ ამ ბავშვების გვერდში ვიდგეთ და ჩვენ ძალიან გვახარებს მათთან მეგობრობა. ერთი თამა ბავშვმა ძალიან კარგად იცით. თუ რომელიმე მარიცის ეგეთ ჩემი ბრალი ალბათ ვერ დავანახეთ ის სიტყვა და სიყვარული რაც საჭირო. თუმცა ამის ცდელობა კი გვაქვს. მაგარი მამას ძალიან მადლობა ამ ყველაფრის საშუალება მოგცა. ეს დღეები არასდროს არ დამოუწმება. აი ძალიან მადლობა მამას და აი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მე ის.
მადლობა ჩვენს ნიკოს რომ ესეთი სახალისო ვიდეო გააკეთა. რა? მოდი ახლა მე წინასწარ ვიტყვი, ესე იგი საღდგომო შეჯიბრება ცოტა ხანში დაიწყება. ახლა ხო 900 უკლია 25 წუთი. მაგრამ აბა დღეს ვეღარ მოვასწრებ. მოდი აპრილი რო დაიწყება მაშინ. პატარებისთვის ვიტყვი, წინასწარ დავაანონსებ, ესე იგი 6, 7, 8, 9 წლიანი ბავშვებისთვის. პირველი ტური ხო მაგათვის არის ხოლმე და საკითხები შეეხება აღდგომას, შეეხება აი აღდგომასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მოდი ჩამოვთვლი. ჯვარცმას, ბზობის დღესასწაულს, თავად აღდგომას, შემდეგ ამაღლებას და სულთმოფენობას. აი ესენი რომ გაითვალისწინოთ, იქამდე ჯერ დროა. ამიტომ პატარებმა შეგიძლიათ საბავშვო ბიბლიიდან, სახარებიდან ეს წაიკითხოთ. საბავშვო ბიბლიას არ გაცდება ბავშვებისთვის. აი უკვე მოზრდილებისთვის 10 წლიდან ზემოთ, 10-დან 14 წლამდე. იქ სავარაუდოდ გაცდება მაგას. იქ შეიძლება სხვა რაღაც უშუალოდ სახარების ტექსტიდან იყოს ეს შეკითხვა. ისე რომ აი თქვენ წინასწარ შეგიძლიათ მე აქ ბავშვებს ერთი ასეთი სიტყვა დაუწერე. ეს არის ისეთი სიტყვა, რომელიც ყველაფერში გამოადგება ადამიანს, ესე იგი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა. აი ვინც ამ სიტყვას კარგად დაიმახსოვრებს და ცხოვრებაში გამოიყენებს, ის ბევრ რამეს მიაღწევს. ვინც ამას დაივიწყებს, მერთმა იმასაც მიაღწევინოს, ოღონდ ჯერ ამას რო გაიხსენებს იმის მერე. ავდგეთ ვილოცოთ აბა.